უდიდესი მოღვაწის ღირსი იოანე კლემაქსის წარმოშობაზე თითქმის არ შემონახულა ცნობები. არსებობს გადმოცემა, რომ იგი დაიბადა დაახლოებით 570 წელს და 16 წლის ამევიდა სინას მონასტერში. 4 წლის შემდეგ კი ბერა დაღიკვეცა. სინას მთაზე მოღვაწე ბერმა ამბასტრატიგიმ მას უწინასწარმეტყველა ეკლესიის მნათობი რომ გახდებოდა. სულიერი მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ იოანემ განდეგილური ცხოვრება აირჩია და უდაბნოში განმარტოვდა, სადაც 40 წელი გაატარა მდუმარებაში, ლოცვასა და მარხვაში. ერთხელ წმინდა იოანემ თავის მოწაფეს მოსეს ბოსნისთვის მიწის მოტანა დაავალა. შუადღის სიცხით დაღლილი მორჩილი კლდის ძირას წამოწვა. ამ დროს ღირს იოანეს გამოეცხადა მამაკაცი და უთხრა, რომ მისი მოწაფე განსაცდელში იყო. წმინდანმა ლოცვა დაიწყო. დაბრუნებულმა მოსემ მოუყვა ყოველივე მოძღვარს, რომ როცა კლდის ძირას ისვენებდა, უცებ მოესმა მისი ხმა, რომელიც უხმობდა. მოსე გაიქცა. მოულოდნელად კლდეს ქვა მოსწყდა და იმ ადგილას დაენერცხა, სადაც მორჩილი იწვა. სიბრძნითა და სულიერი გამოცდილებით აღჭურვილი წმინდა იოანე ყველა მნახველს სიხარულით მოძღვრავდა. ერთხელ მას მრავალსიტყვაობისთვის უსაყვედურეს და ამის გამო 1 წლის განმავლობაში ხმა საერთოდ არ მოუღია. საყვედურის გამოთქმელები მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ღირს მამას შეევედრნენ არ მოეკლო მათთვის სულისთვის სასარგებლო საუბარი. ღირსი იოანე თავისი ღვაწლი რომ დაეფარა, ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე გამოქვაბულში. მიუხედავად ამისა, მაინც ყველა მიცოდა წმინდა ბერის მოღვაწეობის ამბავი. ხალხი რჩებისა თუ ლოცვისთვის სათხოვნელად მიედინებოდა მასთან. 74 წლის ასაკში ღირსი მამა სინას სავანის იღუმენად აირჩიეს. სიცოცხლის ბოლოს მას უფლისაგან სასწაულთმოქმედებისა და წინასწარ ხედვის ნიჭი მიემადლა. რაითის მონასტრის იღუმენის წმინდა იოანეს თხოვნით, წმინდა იოანემ დაწერა კიბე, სახელმძღვანელო სულიერი სრულყოფილობის მისაღწევად. ნაწარმოების მიზანია ქრისტიანს ასწავლოს, რომ ცხოვრებისათვის აუცილებელია თავგანწირვა და მოღვაწეობა. უპირველესად საჭიროა ცოდვათაგან განწმენდა, ძველი ადამიანის ნაკლისა და ვნებების აღმოფხვრა, შემდეგში კი ღვთის ხატის აღდგენა. თუმცა წიგნი მონაზვნებისთვის დაიწერა მისი მეშვეობით ნებისმიერი ქრისტიანი სწავლობს ცხოვრების ეკლიანი გზის გავლას და უფალთან მიახლოვებას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.